შუახევ ჰესი და მის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში. ამ თემაზე დილიდან ბათუმში მსჯელობენ. ჩვენ რამდენიმე წუთში ამ თემას დაუბრუნდებით და პირდაპირ ჩართვა გველოდება, რომელსაც ქეთი ჭყონია უზრუნველყოფს. მანამდე კი გამოშვებას განვაგრძობთ დაიცავი 8 ფეხას საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს ბრიფინგი გააბართეს და მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართეს. მათი მოთხოვნა შენობის რესტავრაცია მოხდეს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფი ითხოვს 8 ფეხასთან დაკავშირებით პროცესები უფრო გამჭვირვალე გახდეს და საზოგადოების აზრი გაითვალისწინონ. საინიციატივო ჯგუფი და ბათუმელები ხვალ 8 ფეხასთან 14 საათზე აქციას გამართავენ სახელწოდებით გადავარჩინოთ 8 ფეხა. ჩვენი მოთხოვნა არის, ესე რომ ვთქვათ, 8 ფეხის რესტავრაცია, იმ ადგილზე შენარჩუნება და აღდგენა. მეორე არის ის, რომ პროცესი აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია და ამ პროცესში უნდა იქნას ჩვენი წარმომადგენელი ჩართული. მესამე აზრით ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, რომ აუცილებელია აღნიშნულ ძეგლს მიენიჭოს ძეგლის სტატუსი. უშინ გაჟღერდა 8 ფეხას გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლა მიუღებელი. ჩვენ ვითხოვთ, რომ არც იქნას ეს საკითხი განხილული, იმიტომ რომ ამით მივიღებთ იმას, რაც არ გვინდოდა, ანუ დანგრევას 8 ფეხას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იყოს უფრო ღია თავის გადაწყვეტილებებში და გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა. დღის 2 საათზე ჩატარდება აქცია, სადაც ვიკრიბებით ადამიანები, ვისაც აღელვებს 8 ფეხას ბედი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მოვუწოდებთ ყველას, ვინც საინტერესებულია ქალაქის მდგომარეობით ზოგადად, რომ მოვიდეს შემოგვიერთდეს.